ფსიქოანალიზის მიხედვით არარეალიზებული ან დაკმაყოფილების გარეშე დარჩენილი ბიოლოგიური მოთხოვნილებები, მე ხას ვუსვამ, ბიოლოგიური მოთხოვნილებები, ჩვენ კიდევ უფრო შემდგომ ცლად ვისაუბრებთ ამ თემაზე, რატო ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბების მიზეზად იქცევა. ფსიქოლოგიური ტრავმა მოთხოვნილების ბლოკირების, მისი რეალიზების აკრძალვის ან აუსრულებელი ნატურის შედეგია. Маш ფროიდის ფსიქოანალიზი ცნობილია როგორც ბიოლოგისტური თეორია, იმიტომ რომ აქ როგორც კონკრეტული ადამიანის ქცევის მოტივად, ასევე საკაცობრიო ისტორიის მოტივადაც აღიარებულია ბიოლოგიური შინაარსის ძალები, ინსტინქტები. ფაქტობრივად ეს არის ინსტინქტ თეორია, ინსტინქტებზე დაფუძნებული და ბიოლოგიურ ძალებზე დაფუძნებული თეორია. მაშინ, როდესაც სურს ფროიდს ახსნას კონკრეტული ადამიანის ქცევა, თუ ესა თუ ის ფსიქიკური ფენომენი და განიხილოს სოციუმის ქცევაც მთლიანობაში, იგი ამოდის ბიოლოგიური ძალებიდან, იგი ამოდის ინსტინქტებიდან. როდესაც საუბარია არარეალიზებულ მოთხოვნილებებზე, აი ახაც უნდა ჩვენ ხაზი გავუსვათ, საუბარია სწორედ არარეალიზებულ ან დაუკმაყოფილებელ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებზე. Маш, რომ გავიმეოროთ ის, რაც ვთქვი, რამდენიმე წინადადების წინ, маш, როდესაც არ ხდება გარკვეული ბიოლოგიური მოთხოვნილების რეალიზება, ეს იქცევა ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზად. маш, დაუკმაყოფილებელი ბიოლოგიური მოთხოვნილება ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზად იქცევა. ფსიქოლოგიური ტრავმა მოთხოვნილების ბლოკირების, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი რეალიზების აკრძალვის ან აუსრულებელი ნატურის შედეგია. маш, რაც შეეხება თავად ამ ბიოლოგიური ძალების, ინსტინქტების რაობას. ფროიდი საუბრობს ორ ძირითად ინსტინქტურ ძალაზე, ორ ძირითად ინსტინქტზე. ამ ინსტინქტებს იგი უწოდებს ბერძნულ სახელებს, ეს სახელები მას მოაქვს ბერძნული მითოლოგიიდან, ერთი გახლავთ ეროსი და მეორე თანატოსი. ეროსი მოგეხსენება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ეს არის სიყვარულის კოსმიური ძალა, სიყვარულის ღვთაება, რომელიც ქაოსს კოსმოსად წესრიგად გარდაქმნის. ეს ეროსი არ უნდა აგვერიოს ეროტში ან ამურში. სიყვარულის ღვთოსან ღვთაებაში. ეროსი გაცილებით ადრე იშვა ბერძნული მითოლოგიის თანახმად, უბრალოდ ის წინ უსწრებდა ყოველივეს შვას და მანვე ქაოსი გარდაქმნა წესრიგად. რაც შეეხება თანატოს, ეს ასევე ბერძნულ მითოლოგიაში გახლავთ სიკვდილის ღმერთი, ჰიპნოსის ძილის ღმერთის ძმა. маш, რა უნდა ვიგულისხმოთ აი ამ ორ ინსტინქტურ ძალაში? რა უნდა ვიგულისხმოთ აი ამ ორ ბიოლოგიურ ძალაში, ეროსსა და თანატოსში? ფროიდი ერთმნიშვნელოვნად ეროსში გულისხმობს სექსუალურ ინსტინქტს. ან სექსუალურ ინსტინქტთა სპექტრს, რომელიც დაკავშირებულია გამრავლებასთან და ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებასა და მის გაგრძელებას. ეს არის ერთგვარი აღმშენებლობითი ძალა, მისგან განსხვავებით თანატოს სხვაგვარად ეწოდება სიკვდილის ინსტინქტი და განსხვავებით ეროსისაგან მისი მიზანი არის ნგრევა, სიცოცხლის მოსპობა და განადგურება. ეს დესტრუქციული ძალა და კონსტრუქციული ეროსის ანტიპოდს წარმოადგენს. როგორც ხედავთ, ფროიდის ბიოლოგისტური თეორია ბალანსის პრინციპზე არის აგებული. ურთიერთსაპირისპირო ძალები, ერთმანეთის ანტიპოდები, ეროსი და თანატოსი ერთმანეთს აბალანსებენ და აწონასწორებენ. სხვათა შორის, ფროიდს აქვს ნაშრომები, სადაც ის ფაქტობრივად უარს ამბობს ასეთ დიქოტომიაზე და ინსტინქტები ერთ ინსტინქტზე დაყავს, ეროსზე დაყავს. და ამბობს, რომ თანატოსი არის ეროსის მეორე სახე. ამ მონეტის მეორე, ასე ვთქვათ, სახე. იმიტომ რომ ეროსი
წერს იგი არის თავისი არსით ორპოლუსიანი, ამბივალენტური, ორსახოვანი და იგი ვლინდება არა როგორც კონსტრუქციული ძალა, არამედ ასევე როგორც ტოლვა დესტრუქციისკენ. მაგრამ უმეტესწილად ფროიდის ნაშრომებში მაინც საუბარია ორი ტიპის ინსტინქტზე, რომლებიც ეროსსა და თანატოსზე, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ და აწონასწორებენ. ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, ყოველივე რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ხელოვნებასთან და მხატვრულ შემოქმედებასთან. ჩვენ შეუძლებელია ვისაუბროთ ფროიდის ხელოვნების ფსიქოლოგიაზე, თუკი აი ეს ძირითადი ტერმინები და ფენომენები, რომლებითაც იგი ოპერირებს თავის ზოგად თეორიაში, კარგად არ გვეცოდინება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალები, რომლებსაც ახლა ჩვენ საუბრობდით, ეროსი და თანატოსი, ეს ბიოლოგიური ძალები არაცნობიერია, ცნობიერს მიღმა არსებულია. და მე მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი სლაიდი. აქ არის წარმოდგენილი ფროიდის სახელგანთქმული ფრაზა: ჩვენ არ ვართ ბატონ-პატრონები საკუთარ სახლში. ამ ფრაზით ფროიდმა გამოხატა მისი დამოკიდებულება ადამიანის ფსიქიკის მიმართ. ფსიქიკაში დომინანტური ძალა, დომინანტური საწყისი, მართველი ინსტანცია არის არაცნობიერი, რომელიც მართავს ჩვენს ცნობიერებას, განსაზღვრავს ჩვენს ცნობიერებას, განსაზღვრავს და მართავს ჩვენს ქცევას. რაც შეეხება ცნობიერს, ის მეორადი ფენომენია და ეფუძნება არაცნობიერ ძალებს. უფრო მეტიც მოტივი, ასე ვთქვათ, სტიმული მომდინარეობს სწორედ არაცნობიერი ძალებიდან. ძალიან საინტერესოა, ვთქვათ, არგუმენტაცია, რომელსაც მიმართავს ფროიდი, მაშინ, როდესაც საუბრობს არაცნობიერი ძალების იმპერატივზე, როდესაც საუბრობს მათ დომინანტზე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფროიდი ჟან შარკოს ლაბორატორიაში ჩატარებულ ექსპერიმენტს დაესწრო, რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც იგი მიუთითებს თავის ავტობიოგრაფიაში, ფაქტობრივად ეს ექსპერიმენტი იყო ერთ-ერთი პირობა, რომელმაც განსაზღვრა მისი მსოფლმხედველობა და რომელმაც ხელი შეუწყო მასას ფსიქოანალიზის ჩამოყალიბებაში დიდი როლი, ასე ვთქვათ, ითამაშა. მას ექსპერიმენტს შარკოს სახელგანთქმულ ექსპერიმენტს პირობითად მოიხსენიებენ როგორც ექსპერიმენტს კოლგით. შარკო იყო არაჩვეულებრივი ჰიპნოტიზორი, სხვათა შორის ფროიდი თავის ჩანაწერებში მიუთითებს, რომ მას ძალიან სურდა დაუფლებოდა ჰიპნოზს შარკოს დარად და შარკოს მსგავსად, მაგრამ ასეთ დონეს, ასეთ სიმაღლეს ვერ მიაღწია. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შეძლო, ასე ვთქვათ, იმ მეთოდის შემუშავება, მეთოდისა, რომელსაც ასევე ეწოდება ფსიქოანალიზი და რომლის საშუალებითაც იგი არანაკლებ ეფექტურად იკვლევდა არაცნობიერ ფსიქიკას. მას ჰიპნოზს ამ შემთხვევაში, ამ ექსპერიმენტში შარკო მიმართავს არაცნობიერის ილუსტრირებისთვის. პაციენტი ქალი შეყავთ ჰიპნოტურ მდგომარეობაში და ეუბნებიან მას, აძლევენ რაპორტს ან ბრძანებას, რომ როდესაც გამოვა ჰიპნოტური ტრანსიდან, ოთახში მოძებნოს ქოლგა, случается ეს ქოლგა მას არ ეკუთვნის, ეს ქოლგა საგანგებოდ არის დადებული ოთახში, როგორც აუცილებელი პირობა ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მაშინ მოძებნოს ქოლგა, გაშალოს და ოთახში დაიწყოს გაშლილი ქოლგით სიარული. და ასევე მას რაპორტის სახით ეუბნებიან, რომ არაფერი ემახსოვრება ჰიპნოტური შთაგონების შესახებ და მართლაც მას აქვს პოსტჰიპნოტური ამნეზია, ანუ არ ახსოვს ის, რაც მოხდა ჰიპნოტურ მდგომარეობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა რაპორტი მოქმედებს. ანუ ცდისპირი, ჩვენი პაციენტი ქალი, გამოდის რა ჰიპნოზიდან, პოულობს ქოლგას, შლის და იწყებს გაშლილი ქოლგით ოთახში სიარულს. როდესაც მას ეკითხება შარკო თუ რატომ მოქმედებს ასე,
რეალურად პაციენტმა მისი ქცევის მოტივზე არაფერი იცის, მაგრამ ის ხელოვნურ მოტივებს თავაზობს შარკოს. ეს ყველაზე საინტერესო მომენტია ამ ექსპერიმენტის. ანუ ცდისპირი ჯერ ერთი ასრულებს იმ მოქმედებას, რომელიც ნაბრძანები იყო, ეს ერთი და მეორე ცდილობს გაამართლოს ხელოვნურად შექმნილი, ასე ვთქვათ, მოტივებით საკუთარი მოქმედება, საკუთარი ქცევა, რომლის რეალური მიზეზიც მისი ცნობიერების მიღმა. და აი მაგალითად აი ესეთი მოტივი, რომ მე მოქმედებ ასე იმიტომ დავდივარ გაშლილი ქოლგით, რომ მინდა შევამოწმო ქოლგის ვარგისიანობა, ვთქვათ. როცა ეკითხებიან, რომ ეს ქოლგა ხომ მისი არ არის და რატომ სურს მისი ვარგისიანობის შემოწმება, ცდისპირს ამაზე, ამ კითხვაზე უკვე პასუხი აღარ გააჩნია. ან არის ასეთი ვარიანტი, ცდისპირი პასუხობს, რომ მას სურს გაივარჯიშოს ჰიპნოზის შემდეგ. მაშინ რატომ ქოლგა? რატომ უჭირავს მას ქოლგა ამ გავარჯიშების, ამ მოძრაობის დროს? აქაც ამ კითხვაზე პასუხი არ არის. ანუ ფროიდისთვის საგულისხმო არის რა? ჯერ ერთი არაცნობიერში მიღებული ბრძანება სრულდება ისე, რომ ცნობიერმა არაფერი იცის ამ ბრძანების შესახებ, ეს ერთი და მეორე, ცნობიერი თვითონ გამოიმუშავებს მოტივებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქცევის რეალურ მოტივთან. ფროიდმა განაზოგადა, ასე ვთქვათ, აი შედეგი, რომელიც მიიღო შარკომ თავის ექსპერიმენტში და ფროიდი წერს, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა მართავს ჩვენს ქცევას, ჩვენ არაფერი ვიცით ჩვენი ქცევის რეალური სტიმულების შესახებ, იმიტომ რომ ეს სტიმულები ჩვენი ცნობიერების მიღმაა და კერძოდ არაცნობიერ ფსიქიკურშია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ ჩვენი ქცევა ცნობიერისთასათვის მისაღები მოტივებით. და მაგალითად ავხსნათ ჩვენი ქცევა სამართლის პრინციპით. ან ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ანუ შემოვიტანოთ წმინდა ადამიანური ღირებულებები ჩვენი ქცევების ასახსნელად. მაგრამ ფროიდის თეორიიდან გამომდინარე, ეს არის ფუნდამენტი მისი თეორიისა, ადამიანის ქცევას და საზოგადოების ქცევას გლობალურად წარმართავს არა ეს მაღალი ღირებულებები, როგორც არის თქვათ, ზნეობრივი ღირებულებები, თქვათ, შემეცნებასთან დაკავშირებული ღირებულებები თუ ესთეტიკური, არამედ ბიოლოგიური ძალები, რომლებიც არაცნობიერიდან მართავენ, როგორც ვიმეორებ, კონკრეტული ადამიანის ქცევას, ასევე საზოგადოების ქცევასაც გლობალურად. აი აქ წარმოდგენილია აისბერგი, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე ჩვენი ფსიქიკის თვალსაჩინოებისთვის ფსიქოანალიზის პრინციპებიდან გამომდინარე. ზედა ნაწილი აისბერგისა ასახავს ჩვენს ცნობიერს, რომლის პროცენტი ძალიან მცირეა წყალქვეშა ნაწილთან დაკავშირებით მიმართებაში და ეს წყალქვეშა ნაწილი აისბერგის ასახავს მაშ არაცნობიერ ფსიქიკას. და ჩვენ ვხედავთ, თუ რაოდენ დიდია წილი არაცნობიერისა ჩვენ ფსიქიკაში ფსიქოანალიზის პრინციპებიდან გამომდინარე. და უფრო მეტიც მაშ აი ეს გრანდიოზული თავისი მასშტაბით არაცნობიერი, რომელიც შეიცავს ლატენტურ ინფორმაციას, ლატენტურ შინაარს, ფაქტობრივად შეიცავს სტიმულებს ჩვენი ქცევისა და ჩვენი საერთოდ სულიერი ცხოვრებისა, ჩვენი სულიერი განცდებისა და ჩვენი სულიერი განცდები, მაგალითად აი კონკრეტულად რომ ავიღოთ ემოციური განცდები, როგორიც არის ჩვენი შიში, სიყვარული, ეს ყოველივე სტიმულირებულია და მოტივირებული არაცნობიერი სიღრმეებიდან. ფროიდის ემით რომ თქვათ, ჩვენ არ ვიცით რეალურად მიზეზი ჩვენი გრძნობებისა, მაგალითად რატომ გვიყვარს კონკრეტულად ესა თუ ის ადამიანი, იმიტომ რომ მიზეზია ჩვენი კონკრეტული გრძნობისა, სიყვარულის ამ შემთხვევაში ძევს არაცნობიერს. სხვა შორის სიყვარულთან დაკავშირებით ფროიდს აქვს ძალიან ისეთი საინტერესო ესე, ალბათ უნდა ითქვას მისი დამოკიდებულების შესახებ წმინდა ადამიანური გრძნობებისადმი, იგი ეჭვის ქვეშ აყენებს მოყვასის სიყვარულს.
და აღინიშნოს, რომ ის ათეისტი იყო, ეჭვის ქვეშ აყენებდა ასე ვთქვათ, ისეთ ღირებულებას, ზემაღალ ღირებულებას, როგორიც არის მოყვასის სიყვარული და უფრო მეტიც მიაჩნდა, რომ ეს არის შეუძლებელი. მისი კრედო იყო ასეთი, რომ სიყვარული ეფუძნება კონკრეტულ პრაგმატულ მიზანს და ამოცანას და მომდინარეობს ბიოლოგიური ძალებიდან. იქ სადაც სიყვარული არ ეფუძნება ბიოლოგიურ საფუძველს და სადაც არ არის პრაგმატულ მიზანთან დაკავშირებით, მაშინ სიყვარულზე ლაპარაკი არ შეიძლება. ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ამ ადამიანური გრძნობისადმი.